გოგოებო, გადავწყვიტე, რომ ძალიან ბევრ ბანის, ვითომ ბანის ამოვაკლებ ჩვენი ხალხიდან, იმიტომ რომ წესებს არ მიყვებიან. მაგალითად, გადავშლი ფეხბურთელებს, კიდევ ლუზერებს. აუ, ჩემი ჩუპაჩუპსი ვარდისფერი სად არის, ისევ ნერვიულობ. მახსოვს რომ სკამზე დადე. ხო, მაგრამ იქ ახლა მასკოტი იზის. აუ, არა, ჩემს კამფეთს დააჯდა. კარგი რა, მასკოტ. რას გულისხმობ? რამე არის? არა? მასკოტ, შენ შეჭამე? დიანა, ვიპოვე შენ შაქარყინული. აი აქ არის ვარდისფერი, მაგრამ უკვე ბევრი მტვერი ადევს. ჯანდაბა მასკოტ, კარგი რა, ყველაფერი გააფუჭე. ხომ გესმის რომ ჯდები, უნდა დახედო სად ჯდები. ეს იყო ჩემი ერთადერთი ვარდისფერი ჩუპაჩუპსი მთელ სკოლაში. კარგი რა. ხო, ყოველთვის მასკოტია დამნაშავე. მაია, მხარი დამიჭირე. აუ, ახლა დაიწყება. დიანა, ასე ძალიან თუ გიყვარს ჩუპაჩუპსები, მაშინ ძალიან ბევრი უნდა იყიდო. ხომ გესმის, ჩემი მასკოტი არ დაადანაშაულო. უბრალოდ დიდი ფორმაცია და ვერ ხვდება, რაზე ჯდება. კარგი, არ დავადანაშაულებ შენ შეყვარებულს. ახლა უნდა ჩავიწერო, უნდა იყიდო ძალიან ბევრი ვარდისფერი ჩუპაჩუპსი. აი, ასე. აჰა, ძლივს დამცველი გამომიჩნდა. მადლობა. რა თქმა უნდა, მასკოტ, ყოველთვის შენს გვერდით ვარ. შეგიძლიათ ყვირილი შეწყვიტოთ? რა ყვირილია, მიყვირის, გაკვეთილები იწყება. გამარჯობა, ოფიცერო ჯორჯ. ჩვენ უბრალოდ ვერთობით, აი ამიტომაც ვუყვიროდით ამდენს. ხო, მართალია, ყველაფერი კარგად არის. ხო, ახლა ჩვენს ფორმებს ვდებდით. არა, თქვენ ჯორჯს ვერ მოატყუებთ. ეს სიცილს არ გავდა. კარგი, უბრალოდ მე ჩემი მასკოტის მხარე დავიჭირე. ხო და ჩვენ ვუთხარით, რომ არ რეყვირათ, სო? კარგი, 4-ს გავთხრევთ, რომ აღარ დაიყუროთ და სკოლის წესები დაიცავით. მაგარია, ყოველთვის წესებს ემორჩილება. ხო, და ჩვენს ოთახშიც ვერ ვიყვირებთ. კარგი, ჩუმა, თორემ კიდევ შემოვა. ისე იცით გუშინ მაგასთან ქერას პაემანი ჰქონდათ. მართლა მასკოტ? და ჩვენ არ ვიცოდით. ოგო, ისე გირჩევთ აქედან წავიდეთ, თორე ალბათ ახლა კარებთან დგას და გვისმეს. კარგი, მოდით დავტოვოთ ჩვენი ფორმები და წავიდეთ აქედან. ხვალ ვარჯიში უფრო რთული იქნება, რომ იცოდეთ. გასაგებია? მე ვარჯიში არ მაშინებს. მაია, როგორი მასკოტი გყავს, ასეთი მამაცი, ყოველთვის ძლიერი და მზად რომ ივარჯიშოს. ხო, ვიცი, იღბლიანი ვარ. აბა, ბლონდი, გითხარი, როგორი იყო? გოგოებო, იდეალური, ახლა შეგიძლიათ ჩემი გშურდეთ. ხო, და დღეს დამირეკა მომწერა ყველაფერი ჯორჯთან პაემის შესახებ. აუ, ძალიან მაგარია, რომ ჯორჯთან იყავი პაემანზე, მაგრამ თან უცნაური. ხო, და გომბეშოც აღარ იქნები, პოლიციელი ქალი გახდები. თუ საჭიროა ბაყაყი ვიქნები, თუ საჭიროა პოლიციელი და ყველაფერი თქვენი საქმე არ არის. ძლივს ჩემ თავს ხედა ურთიერთობაში. კარგი, მაგრამ საჭირო არ არის რომ ზაკს უყვირო. ხედავ, მაგრამ ჯერ არ ხარ. იცი კინოში რამდენი გოგო წავიყვანე, მაგრამ არც ერთთან არ ყოფილ ვარ. ვაუ, დღეს ბლონდი ანათებს, ნეტავ რა ხდება? ალბათ იმიტომ რომ ჯორჯთან ერთად პაემანზე წავიდა. რა? სერიოზულად? აი, ის ნუ ხუმრობ. ხო, მოსწავლეებმა უკვე მითხრეს. ისე რამდენი ვაფლი უნდათ, შოკოლადის მარწყვის და კარამელის. სამსამი, ვერც წარმომიდგენია ბლონდი როგორი ტრაბახებს, როცა ჯორჯთან იქნება. ხო, პოლიციელი ვითმოიქცევა. პიცა, აის გამარჯობა. გამარჯობა ბავშვებო, გამარჯობა ლორენ, ვაფლები თქვენ უკვე შევდით? შევრიგდით, დივა, ყველაფერი გაიაზრა, მიხვდა რომ კოსტია დღეს მეგობარია, ხვალ მოღალატე და მისი შეყვარებული ყოველთვის აქ იქნება, ხო დიმა? მაგარია. დასხედით, ყველაფერს მოგიტანთ. ერთი წუთი აქ ბართან დგომის უფლება აღარ მაქვს და როცა ზალინა და კოსტია მოვლენ, ნაკლები ჯემით გავუკეთეთ ვაფლები. კარგი? ლორენ, რატომ? შურისძიება კოსტიაზე. ჩვენ შურისძიებაში ვერ დაგეხმარებით, უბრალოდ საჭმელს. მოდი შენ ბიზნეს შენით მიხედე და დასხედით. ბართან დგომა არ შეიძლება. კარგი ლორენ, წამო. გოგოებო, არ გითხარით, მაგრამ გუშინ კინოში ვიყავით და დღეს მივდივართ სასეირნოდ ქალაქში. ხო მაგარია. გაოცებული ვარ, ახლა ყოველ დღე ისეირნებს. ეს ნორმალურია? ხო, ბლონდი, ასე შეიძლება გაფრინდე კიდეც ბაყაყების გუნდიდან. მაგარია, მაგრამ არ დაკარგო თავი. ხო, და მე გავხდები კაპიტანი. ხო. დამშვიდი სოფი, შენ ვერასდროს იქნები კაპიტანი. აბა, დიმა, ახლა ყურები დახუჭე და არ მოგვისმინო. არ ვისმენ. გოგოებო, დღეს ზალინესთან ჩხუბი მექნება. თავი დაანებე რა. არა, მოღალატეა. შეიძლება ამაში მონაწილეობა არ მივიღო? შეგიძლია გუნდი დატოვო და არაფერში მიიღო მონაწილეობა. კარგი, წამოვალ საჩხუბრად, მაგრამ ერთი მოქნევით დაგვაგდებს. ხო, რა მოქნევა, უბრალოდ სიტყვიერად დავაბულინგებ. ხო, მიცი ზალინა, როგორც ის ხოლმე მერე გაჩუმება. კარგი მაშინ. პიცა გთხოვ ვაფლები, მალე მოგვიტანე, რომ ლორენი გაჩუმდეს. დიმა. არა, ლორენს უბრალოდ ძალიან შია. გოგოებო, ძალიან დიდი ხანია ცხოველების თავშესაფრისთვის ფული არ მოგიციათ და არ გინდათ რომ გააკეთოთ? ნახეთ, ყველა გვაძლევს, თქვენ არა. გოგოებო, სულ გაძლევთ $1 ყოველ დღე და თან წინაზე $400 ჩაგირიცხეთ ამისთვის. ხო?
კი გასაგებია, მაგრამ ეგ წინა თვეს იყო. ახლა გვჭირდება კიდევ. ხო, მოგვეცით ცოტა ფული რა, ვერ გავიგეთ. კარგი, ბარათით გადავიხდი, მაგრამ ჩვენი სახელები ჩაწერეთ. ჩვენ ძალიან გვიყვარს ცხოველები. ხო, მართალია ყველაზე მეტად, ხალხზე მეტადაც კი. გოგოებო, მე ცოტა ხანი უნდა წავიდე, მალე დავბრუნდები. კარგი, ახლა გამოგიგზავნით ბარათის დეტალებს. ხო, და არ დაგავიწყდეთ გადმორიცხვათ, თორემ მე სიაში აღარ იქნებით. ან გავიგე რომ არ გიყვარვართ, მაგრამ ნუ გვატყუებთ. ხო, ეს არ არის სწორი საქციელი. ფულს გაძლევთ და თქვენ სიაში მაინც უნდა დაგვამატოთ. კარგი, წადით, დაგამატებთ, ხო, მაგრამ მას შემდეგ რაც გადმოგვირიცხავთ, გასაგებია? კარგი, შევამოწმებთ ვირთხებო. იცოდეთ, პრობლემები გექნებათ. Яна ამას შეხედე, ახლა გაახსენდათ ეს სია. ხო, წინა თვეს 400 რომ გადმოგვერიცხეს, საერთოდ არ ახსოვდათ. ხო, მაგრამ ჩვენ დავხარჯეთ ის 400. არა, $4 ხომ დაგვრჩა? ხო, $4 დაგვრჩა, მართალია. ჩემი პატარა, ნამდვილი ალუბალია ტორზე. ამიტომ ალუბლის სათამაშოს შუქნი და ჩემი კნობა მწვანეა, ამიტომ ვაშლი და ამას ვაჩხებ. ჩემი საყვარელი კი წასულია, ამიტომ ეს მასკოტისთვისაა. მეგობრებო, ბაჭიები უკვე მალე მოლენ, ვირთხები დამარცხებულები არიან. ეს მე მიყიდე, მოიცა, ეს მსხალია, მე ავოკადო გითხარი. რა მნიშვნელობა აქვს მსხალია თუ ავოკადო? მაინც ერთი ფორმა აქვს. ბიჭებო, ისე ხო იცით, დღეს სკოლაში სლიფოვერზე თქვენთან ერთად ვჩები. მოიცა, არა, მხოლოდ წყვილები ვაპირებთ გათენებას. ტიმურ, მოდი დაგვანებ ეს წყვილებს თავი, ძალიან დავიღალეთ. უბრალოდ სახლში წადი. მეგობრებო, ასეთ ტრაბახს თუ გააგზელებთ, თქვენი კანადგურება მომიწევს. რომეო, ხოჭომდა ხარ? რავი, არა. კარგი მეგობრებო, დაწნარდით, ჯერ გოგოებს არც უთქვამთ თანხმობა სკოლაში დარჩენაზე. ამიტომ არ ვიცით რა სიტყვიან და ტყუილად ჩუქობთ. გოგოები თანახმა იქნებიან. თავარი პრობლემა ჯორჯია. არა, ის სკოლიდან წავა და ვერაფერს ვერ გაიგებს. არა, თუ გამაგდებთ, დარწმუნებული იყავით, რომ ჯორჯი ყველაფერს გაიგებს. ტიმურ, უკვე ზედმეტი მოგდის, არაფრის გამო არა, უბრალოდ სკოლაში დარჩენა მინდა. ვა, ბიჭებო, გამარჯობა, გადაწყვეტეთ ჩვენთვის სიურპრიზი გაგიკეთებინათ? გოგოებო, გამარჯობა. დიანა, ეს შენთვისაა. იმიტომ რომ ნამდვილი ალუბალი ხარ ტორზე. კნოპა, ეს შენთვისაა. იმიტომ რომ ვაშლი ხარ. გამომართო ჩემო მსხალო. რა მსხალი, ეს რა ლუზერია, მე ავოკადო გითხარი. კარგი, აკოცეთ, ჩაიხუდეთ და სლიფოვერზე ვილაპარაკოთ. რა? ჩემი იდეა არ ყოფილა. მგონი ჯობია თქვენმა ბიჭებმა აგიხსნან. ბიჭებო? მოკლედ, გოგოებო, გვინდა რომ სკოლაში სლიფოვერი მოვაწყოთ. ოღონდ საიდუმლოდ. საერთოდ არავინ რო არ უნდა გაიგოს. ხო, ექსტრემალური სლიფოვერი, გავერთობით. ბიჭებო, არა, პიჟამაც არ გვაქვს, რაში დავიძინოთ? ახლა გაქვთ. ვა, მეგობრებო, თქვენ მართლა არ დაგეზარეთ. ხო, გოგოების სკოლაში დარჩენა მართლა ძალიან უნდათ. ნეტავ სკოლაში რას გავაკეთებ? თითქოს აქ სახალისოა. არა, ჩვენ ჯორჯს დავემალებით, ვეცდებით. ღმერთო ჩემო ბიჭებო, რაზე ფიქრობდით? მაგარია ჯორჯისგან დავემალებით, მომწონს. არა, ჩვენ სიამოვნებაში ისეთი სლიფოვერის მოწყობა გვინდა, სადაც ჯორჯისგან დამალო არც და გვჭირდება. ხო, ჯორჯმა ვერანაირად არ უნდა გაიგოს ჩვენ სლიფოვერზე, თორე ძალიან დაგვერხება. ბიჭებო, ყველაფერი გასაგებია, მოიწყინეთ და გინდათ რომ აქ გაათენოთ და გინდათ რომ თქვენთან ერთად ვიყოთ. მაგრამ არც გიკითხავთ ჩვენ საერთოდ მოგწონდა თუ არა ეს იდეა, ხო? მოიცა, არ ხართ? ჩვენ ხო ასეთი მაგარი პიჟამოები ვიყიდეთ. საყვარლებო, ახლა ამეტირება. რა გინდა, კარგია, ნასწია რომ ისევ აქ იყოს პიჟამოს მასაც ვუყიდიდი. კარგი ბიჭებო, გამოგართმევთ, დავრჩებით ღამე სკოლაში, მაგრამ თუ შეგვაშინებთ, პოლიციას დავუძახებთ, ჯორჯს და შარში იქნებით. გოგოებო, მაგარი ჩვენ ძალიან გავერთობთ, როგორც გასაცლევთ. გოგოებო, ღამე მეც ხوار დავრჩებ, გონი სახალისო იქნება. გოგოებო, ამაზე რამეს მოვიფიქრებთ. კარგი ბიჭებო, გაკვეთილების შემდეგ აქ შეგხვდებით. მასწავლებელო მაიკ, ფული ვიშოვეთ ცხოველებისთვის, უნდა წავიდეთ ამ შაბათ-კვირას, საჭმელი მივუტანოთ, ჩვენთან ერთად იქნებით? რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად ვარ, მაგრამ მეტი თინეიჯერი გვჭირდება, რომ თქვენ დაგეხმარო. მასწავლებელო მაიკ, გვენდეთ, ზუსტად ვიცით ვინ უნდა წავიყვანოთ და ვინ დაგვეხმარება ამ საქმეებში, საჭმელს ვინ გადმოალაგებს და ასე შემდეგ. ხო, ამჯერად ბანის ჯერია. ბაჭიები, მაგრამ გოგოები არიან. გოგოებო, რას ფიქრობთ, ეს ჯორჯს მოეწონება? კი, მასწავლებელო მაიკ, გამარჯობა. გოგოებო, მოიცადეთ, ვაფრით და ყავით სად მინდიხართ? მხოლოდ კაფეში შეგიძლიათ ჭამა, ვიცით ლეილა. ხო, მასწავლებელო მაიკ, გადავწყვიტეთ, რომ ჯორჯს წავუღოთ საჭმელი, ალბათ ეშიება. ხო, უბრალოდ ამ გულს არ შეხედოთ, სპეციალურად დავხატეთ, გასართობად, ხო. გოგოებო, ეს კარგია, ძალიან კარგია. ხო, უბრალოდ ძალიან კეთილები ვართ და გვინდა რომ კარგი საქმეები ვაკეთოთ. წავედით. ნახვამდის მასწავლებელო მაიკ. გოგოებო, ყოჩახ, მართლა უკეთესები ხდებიან. მე რაღაც ეჭვები მაქვს. გონი ბლონდი ეფლირტავება ჯორჯს. გოგოებო, წადით. რას გულისხმობ? წადით. გამარჯობა ჯორჯი, ისევ მე ვარ. აი მოგიტანე ვაფლები. ნახე რა საყვარლობები დაგიხატეთ? ქერა, ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ ამდენ ტკბილობს ნუ მაჭბევ, თორემ მე რომ სუქანი გავხდები.
ჯორჯ, არა, პოლიციელი მსუქანი ვერ იქნება. ყოველთვის ასეთი გამხდარი ლამაზი უნდა იყო. აი, ნახე, ვაფლები არის გულით. აი, შეხედე. კარგი ქერა, მადლობა. ისე ეს გული მინდა ხადო. არ ვიცი, ეგრე იყო. გემრიელად მიირთვი. ბლონდი სულელივით იქცევა. ხო, პატარა გოგო დასაღებს თავს. ბიჭებს ველაპარაკება სულასე იქცევა. მადლობა ქერა, ამ წამს ვაპირებდი კაფეში წასვლას. აბა დღეს ერთად ქალაქს დავათვალიერებთ? არა, ვერ წავალთ. რატომ? იმიტომ რომ სკოლაში უნდა დავრჩე და აქავრობა დაუცვა. მე შემიძლია დავრჩე შენთან ერთად. არა ქერა, ეს ჩემი სამსახურია. სკოლაში თინეიჯერები ღამით არ უნდა იყვნენ. კარგი, გემრიელად მიირთვი, ჯორჯ. რომ რამე თუ რამე შეიცვალა, დამირეკე. კარგი, კარგად. აბა, აღარ მივდივართ გასასეირნებლად. ნახე, არ მოვიდა. ეშინია. ხო, თუ არ მოვიდა, ესე იგი აღიარა, რომ დამარცხდა. ლორენ, მომწონს რომ ასეთი გაბედული ხარ, მაგრამ ყოველთვის ჩუბების დაგეგმვა არ შეიძლება. დიმა, ქალების ვერბალური ბრძოლა იქნება. შენ არ უნდა ჩაერიო. ხო, დიმა, ლორენი ახლა ზალინას ყველაფერს ეტყვის, რასაც ფიქრობს. თუ მოვა. დამიჯერეთ თუ არ გამოჩნდა, იმიტომ არა რომ თქვენი ეშინია. უბრალოდ ძალიან ამაყია. ხო, ვნახავთ. ფეხბურთელები ჩხუბებს აწყობენ. კარგი, ვნახოთ, აბა როგორ დამთავრდება. ვისკენ ხართ? აბა ლორენ, დამიძახე რომ გეჩხუბა, აბა გისმენ. მოვედი. მოვიდა, არ მეგონა თუ მოხვიდოდი. კოსტა, ეს უბრალოდ გოგოების ჩხუბია. ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ. რას ნიშნავს არ მოვიდოდი? გეგონა რომ შენი მეშინია? კარგი, აბა რა გაწუხებს? გისმენ. გოგოების ჩხუბი. ნამდვილი კოჭები ვიჩხუბობენ. ერთადერთი რაღაც მაწუხებს, შენ მოღალატე ხარ. იმედები გამიცრუე, როცა მეგობრები ვიყავით, ძალიან ბევრი საიდუმლო მოგიყევი ჩემზე. და რა, ახლა მამად ყველა გაიგებს? მომისმინე ლორენ, უბრალოდ ჩვენ ორივე ბრძოლობდით საკუთარი ურთიერთობისთვის. რა პრობლემაა? ვერ გავიგე. არაფერი ისეთ საინტერესო. ხო, მაგრამ მაინც მაინტერესებს ვინ მოიგებს. ნახოთ. ხო, მეც მაინტერესებს ვუყუროთ ბოლომდე. ხო, ურთიერთობები დავებრუნეთ, მაგრამ შემდეგ გამარჯვებასაც აღარ მეუბნებოდი. ამას რა ქვია? რატომ უნდა მოგესალმო? დიმას როგორ ექცევი? სერიოზულად, კოსტას მეც ვერავის ხედავ. კარგი გოგოებო, ძალიან ყვირით. დიმას და კოსტას შეხედეთ. ხო, დიმა, ჩვენ არ ჩავერიოთ, იჩხუბებენ და შერიგდებიან. ჩვენ მაინც მეგობრები ვართ. ჩვენი მეგობრობა ყველაფერზე მაღლა დგას, ხო? დიმა, კოსტა, შენ თქვი რომ კოსტა გიჟი იყო და შენ თქვი რომ დიმა იყო გიჟი. არა, გიჟები თქვენ ხართ, ჩვენ მეგობრები ვართ. ნახე რა მოხდა? ხო, ახლა ვხედავ საითაც მიდის ეს ყველაფერი. ისევ მეგობრები ვართ. ისევ და ისევ. ვაიმე, ეს ციკლი აღარ მთავრდება. კარგი, ჩხუბი მორჩა, არაფერი საინტერესო. ხო. კარგად, ჯორჯ. კარგად. კარგად. კარგია, ყველა წავიდა. ახლა ცხელ შოკოლადს გავიკეთებ და სკოლას უდარაჯებ. გოგოებო, ყველა წავიდა სკოლიდან, მარტო ჩვენ დავრჩით. მარტო ჩვენ არა, ბიჭებიც არიან. ხო, არ ვიცი, რაღაც უცნაურად მეჩვენება ეს ყველაფერი. პიჟამოები მოგვიტანეს. ხო, სმაილს კარგი გემოვნება აქვს. ზაკატიც არ არის ცუდი. მე შევამხედეთ, რა საყვარელი პიჟამოები მომცა მასკოტმა. კარგი გოგოებო, ღამე ამ სკოლაში უნდა გავატაროთ. მთავარია რომ ბიჭებმა არ შეგვაშინონ, თორემ აღარ ვაპატიებ მართლა. ბიჭებო, გაგიჟდით? ნორმალურები ხართ ხომ დაგვპირდით, სახლებში მივდივარ. ეს არ იმუშავებს, სკოლა უკვე დაგეტილია და ფანჯრებიც. არა უშავს, გზას ვიპოვით და გავაღწევთ. კარგი რა, მასკოტ, შენ მაინც იყავი ერთი ნორმალური. გოგოებო, გამოდით, უკვე მარტო ვარ სკოლაში და გავერთობით. ხო, შეგვიძლია მოჩვენება გამოვიძახოთ. არა, ეგ არ დაიწყოთ, მოჩვენებები არ არსებობს. არა, მასკოტ, მე ვიცი ნამდვილი მოჩვენება როგორ უნდა გამოვიძახო. ან გავერთობით, ან სახლში წავალთ. შეიძლება დამალობანა ვითამაშოთ? ხო, მიყვარს დამალობანა. დიანა, მიდი დაიმალე. ტიმურ წესიერად, დღეს არ გამაბროზო. სმაილ, გონი ჯობია დაწნარდე, სკოლიდან მაინც ვერ გამაგდებ, დაგეტილია. კარგი მეგობრებო, არ გინათ, ხო იცით აქ გასართობა დავრჩით და არა იმიტომ რომ ვიჩხუბოთ. გაჩუმდით, თუ არ გაჩუმდებით 112-ში დავრეკავ და ჯორჯი მოვა, გასაგებია? ხო, და მე აი აქედან გაგვყრის. ხო, დაგვეხმარება აქედან გასვლაში და თქვენ მარტო მოგიწევთ აქ დარჩენა და მე ყველასთვის ახსნა მოგიწევთ. გოგოებო, გასაგებია, არ ვიჩხუბოთ. ხო, კარგი. ტიმურ, ხო ყველაფერი კარგადაა? ხო, კარგადაა. კარგი, რადგან ძლივს დაწყნარდით, მოდით მართლა ვითამაშოთ დამალობანა. გოგოები იმალებიან, ბიჭები ეძებენ. გოგოებო, კარგი. ჩვენ გიპოვით. კარგი ბიჭებო, ასამდე დაითვალეთ, დიდი დრო გჭირდება დასამალად. კარგი და რო გიპოვით რა ხდება? ლოყაზე გაკოცებთ. კარგი. 1 2 3 4
5 6 7 8 მეგობრებო, ისე რა მაგარია, რომ გოგოები ჩვენთან ერთად ღამეს სკოლაში დარჩნენ. ძალიან ბედნიერი ვარ. ხო ვიძახდი თანახმა იქნებიან თქო. ისე ჩემი ნაჩქარი პიჟამო დიანას ძალიან უხდება. მეგობრებო, დავითვალოთ. 9 კარგი გემრიელობების გაკეთების დროა. ჯორჯს არავის და არაფრის არ ეშინია, იმიტომ რომ სკოლაში არავინ არ არის და ყველაფერი კარგადაა. გოგოებო, ეს ბიჭები უცნაურები არიან. ჯერ შეგვაშინეს, შემდეგ იჩხუბეს. ხო, ცუდი იდეა იყო ამ სკოლაში დარჩენა. არა უშავს, ერთხელ დავრჩებით და მეტჯერ აღარ მოხდება. კარგი გოგოებო, ვიფიქროთ, სად დავიმალოთ? კარადებში, წამო. კარგი გოგოებო, კარადებში დავიმალოთ. მგონია ვერ მიხვდებიან აქ რომ ვართ? კნოპა, ბიჭების ტვინი საერთოდ სხვანაირად მოქმედებს. კარგი, დავიმალოთ და სანამ დავიმალებით. მინდა რომ მაიას ვკითხო რაღაც ძალიან საინტერესო. მაია, ხო დიანა გისმენ? გონი ვიცი რა კითხვაც იქნება? მაია, შენ და მასკოტმა აკოცეთ უკვე? აუ, შეიძლება ამას არ უპასუხო დიანა. არა, არ შეიძლება. მაია, მეგობრები ვართ, ერთ გუნდში ვართ. შეგიძლია ყველაფერი გითხრა, ხო მიცი? კარგი, არ გვიკოცნია, მაგრამ თუ მასკოტი მიპოვის, ლოყაზე კი არა, ტუჩებში ვაკოცებ. კარგი წარმატებები. გოგოებო, ჩუმად ბიჭები გაგვიგებენ. 100. დიანა, იცოდე, შენ თუ ცუდად დაიმალე, ჩემი ბრალი არ არის. მომისმინე ტიმურ, უკვე ძალიან დავიხალე. ხო, ტიმურ, მართლა დაწყარდი და დიანას შეეშვა. მომისმინე საკად, აღარ მითხრა როგორ უნდა მოვიქცე. ახლა და მალობანავს თამაშობ და თუ დიანას პირველი მოვიპოვი, ლოყაზეც პირველი მე მოკოსებს. ხო, მართლა შეცდომა დაუშვით, რომ შენ აქ დავტოვეთ. კარგი მეგობრებო, საკმარისია, გოგოები მოვწებლოთ. თინეიჯერებო, აქ რას აკეთებთ? რა, მოიცა, შენ რას აკეთებ აქ? რა ხდება, სილფოვერი ჩაგვეშალა? ხო, შანსი აღარ გვაქვს. მეგობრებო, აქ რას აკეთებთ, რატო დარჩით? სკოლის ავტობუსით უნდა წასულიყავით. კიდევ ვინ დარჩა? გოგოები არ ჩაუშვათ. არავინ, მხოლოდ ჩვენ ვართ, მარტო. აჰა, ყველაფერი გასაგებია. სკოლის კარადების გაძარცვა გინდოდათ, ხო? არა. ხო, ეგრეა. ჩვენ გვინდოდა რომ სკოლის ფორმა მოგვეპარა. ხო, ეგრეც ვიცოდი. ახლა დავარეკავ თითოეულის მშობელს და ვეტყვი რომ აქ მოვიდნენ და წაგიყვარო. და იქნებ მშობლებთან დარეკვა არ არის საჭირო. სმა, გოგოები კარადაში არიან. ხო, ვიცი. კარგი მეგობრებო, დივანზე დასხედით და იცოდეთ, საერთოდ არ გაინცრეთ. გოგოებო, ხომ არ ფიქრობთ, რომ ბიჭები აღარ გვეძებენ? იქნებ დავავიწყდით. შეიძლება გამოვიდეთ აქედან? აუ, არ ვიცი, მეშინია. აუ, ჯანდაბა, მასკოტი ალბათ იმიტომ არ მეძებს, რომ ჩემი კოცნა არ უნდა. ან იქნებ სახლში წავიდნენ და ეს ყველაფერი უბრალოდ ხუმრობა იყო. აუ, გოგოებო, მეშინია. წამო, გავიდეთ და ვიპოვოთ ისინი. არ ვიცი, იქნებ ჯობია რომ აქ დავრჩეთ. ღამის სიარული ამ სკოლაში სისულელეა. მოусმინე, რა სიწყნარია, იქნებ მართლა წავიდნენ. გოგოებო, არ ინერვიულოთ, წავიდეთ და ვიპოვოთ ჩვენი ბიჭები. ვაიმე, აუ, ცუდი იდეა იყო, აქ აღარასდროს აღარ დავრჩებით. გოგოებო, ჩვენ ბანი ვართ, ძლიერები ვართ, არ უნდა შეგვეშინდეს. წავიდეთ და ვიპოვოთ ბიჭები. და სკოლაში თუ არ არიან, მაშინ აქ დავრჩებით და შიშისგან მოვკვდებით. აბა მეგობრებო, რომელია ტიმური? მე. რომელია მასკოტი? მე. რომელია სმაილი? მე. და რომელია ზაკატი? მე. თქვენი მშობლების ტელეფონის ნომრები მითხარით. ჯორჯი, იქნებ არ არის ეს ყველაფერი საჭირო. ჩვენ თვითონ წავალთ სახლში. მეგობრებო, თქვენი ტელეფონები გათიშეთ? ხო, კარგია, თორე გოგოები დარეკავდნენ და დაიჭერდა. სმაილ, შენი მშობლების ნომერი. კარგი, ხო, 205-073. ბიჭებო, გვეშინია! ვა, მოჩვენებები. რა უცნაურია, მარტო არ ყოფილვართ. მოიცა, ჩემი გონების არევა გადაწყვდეთ, ვინ არის კიდევ თქვენთან ერთად. ბიჭებო, სასაცილო არ არის, გვეშინია. ჩვენ თქვენი მოღვაწე გადაგაშენებოდა. გასაგებია მეგობრებო, აქ სილფოვერის მოწყობა გინდოდათ, ხო? ხო ეგრეა. ხო. ჯორჯ, ყოველ ღამე დაიცავ ხოლმე სკოლას? არ ვიცოდით რომ აქ იქნებოდით, ხო? გოგოებო, დაგვერხა, ჯორჯი მშობლებთან დარეკვას აპირებს. ხო, მშობლები მოვლენ და წაგვიყვანენ. ეს დღე თუ ასე დამთავრდებოდა, მართლა ვერ წარმოვიდგენდი. კარგი, საუკეთესო გამოსავალია რომ ჯორჯს მიუცეთ ჩვენი მშობლების ნომრები. მშობლები მოვლენ და წაგვიყვანენ. კარგი, ჯორჯ, ჩაიწერე, გეტყვი. 03-8-9-2-1. თქვენ თინეიჯერები მართლა ფიქრობთ რომ მე ცუდი ადამიანი ვარ? ხო, რავი.
ხო? მეც ვიყავი თინეიჯერი, მეც ვაწყობდი სკოლაში სლიფოვერებს და ძალიან ვერთობოდი, მაგრამ ეს აუცილებლად ბოლო უნდა იყოს. მართლა? Yes! ბიჭებო, ჩვენ დავიმალებით და თქვენ უნდა მოგძებნოთ. ბავშვებო, თქვენ დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარს. ახლა უნდა დავიმალოთ, რომ ბიჭებმა მოგძებნონ. კარგი, წავედით. 1 2 3 4 5 6